ეხლა თქვენ კავშირები გაქვთ ვიზა თქვენთან, ბიზნეს კავშირები ან საერთო საქმიანობა რამე გაქვთ? არაფერი არ მაქვს. მე ვარ ჩემთვის მუშაობ, მარტო აი ოჯახური მოკითხვა დაშვები როგორ, მეტი არაფერი. რამდენი ხანია ეს კავშირი აღარ გაქვთ ვიზა თქვენთან? ანტონ ბერაძისა და მისი ბიძის ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა უკვე წლებია ოჯახური მოკითხვის ფარგლებს არ გაცდენია. ანტონი ოლიგარქის ცოლის, ეკატერინა ხვედალიძის დიშვილია. ანტონის მამა ივანიშვილის რეპრესიების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. 2006 წელს პრორუსმა ოლიგარქმა იმდროინდელ ხელისუფლებას საკუთარი ქვისლი დააჭერინა. არ ვიცი თქვენ რა იცით, არ მახსოვს რა მოხდა, გეუბნებით. მე ეგეთი ამ ინფორმაციის კურსში არ ვარ და არ ვიცი რა როგორ იყო. მიდასტურებთ რომ მამა თქვენს წინააღმდეგ მე არაფერს არ გიდასტურებ და არაფერს უარზე არ ვამბობ. ეს არის დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან. 2006 წლის 12 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს წერს, რომ მისმა ქვისლმა წყნეთში რეზიდენციის მშენებლობის დროს დიდი ოდენობით ფული მოპარა. ივანიშვილი მერაბიშვილს თხოვს გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას და მისი ქვისლის პასუხისგებაში მიცემას. ამ მშენებლობის დასრულების სტადიაზე დავინტერესდი დახარჯული თანხების ოდენობით. აღმოჩნდა, რომ გრიგოლ ბერაძემ, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა ნათელა ყალიჩავასთან, ისარგებლა რა მასთან ნათესაური კავშირით და ნდობით, ნაცვლად სავარაუდო $248,000-ისა, ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლობის დაფინანსების მოტივით მას გამოართვა $1,325,325, რითაც მან მიითვისა ჩემი კუთვნილი $800,000-ზე მეტი. თხოვთ შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი და მისცეთ გრიგოლ ბერაძის ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის საჩივარი საკუთარი ქვისლის წინააღმდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს დააწერა. სისტემამ მალე იმოქმედა. ივანიშვილის დავალება შესრულდა. მისი ქვისლი გრიგოლ ბერაძე ივანიშვილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. რაზე ედავებოდა მას მე გამოძიება? არაფერი არ მითხრას, არც ვეკითხებოდი. დიახ. მე ეგეთ ფილოსოფიით ცხოვრობ, ნაკლები იცი, უფრო წყნარად ცხოვრობ. არ მინდოდა გაგება, როცა გავიზარდე, არ მინდოდა ტყუილ უბრალოდ ნერვების მოშლა. მოგეშლებოდათ ნერვები ვიზა თქვენზე, რა თქმა უნდა, რომ გაიგებდით უფრო მეტ დეტალებს. იცით რა, მე ჩემი ოჯახი მიყვარს, რაც მოხდა, მოხდა. ყველა ჩემი ოჯახის წევრი მიყვარს. ოჯახი ეგეთი რაღაცაა, სისხლით შეერთებულები ვართ, ეხლა მიყვარს, რაც მოხდა, მოხდა. კარგით ხდება და ცუდიც. ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილისათვის გაგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ წყნეთში რეზიდენციის მშენებლობა მისი ცოლის დას ირმა ხვედელიძეს და ქვისლს გია ბერაძეს ჩააბარა, რადგან თავად საქართველოში ხშირად არ იყო. ფულს რაც კი მშენებლობას დასჭირდებოდა, მისი პირადი ანგარიშიდან კიდევ ერთი ნათესავი, ნათელა ყალიჩავა გამოყოფდა. ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს არწმუნებდა, რომ მისმა ქვისლმა ნდობით ისარგებლა ხარჯები გაზარდა, ნათელა ყალიჩავას $800,000-ით მეტი გამოართვა და მიითვისა. მამა თქვენს ისე შეეძლო ფული აიღო ბიძინა ივანიშვილის? ეგეთო, მამა ჩემი იყო აი ყველაზე პატიოსანი ადამიანი. აი თუ რამეს ვინმესთვის აი ეგეთოთ აი სიკეთეს გაკეთება შეეძლო, აი ყველას უკეთებდა თავის აი არაფერს არ იტოვებდა. ეგეთი ადამიანი იყო. მაგდას გეტყვით. ანუ ბიძინა ივანიშვილს ის ფულს არ მოპარავდა. არ მგონია. მე ვიცი. კაცი, რომელიც ყველაზე ეჭვიანობს, გონია რომ ყველა ფულს პარავს და მისი ეჭვების საფუძველზე უკვე წლებია ხალხს აჭერინებს. წლების განმავლობაში შეგროვებული ამბებით ოლიგარქის ასეთი პორტრეტი იხატება. კომისიამ უნდა შეისწავლოს თუ არა ივანიშვილისა და წინა ხელისუფლების კავშირები. ბიძინა ივანიშვილისა და ვანო მერაბიშვილის კავშირების შესწავლა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოლიგარქმა წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დაავალა. ახლა ჩნდება კითხვა, შეისწავლის თუ არა ეს კომისია რა გავლენები ჰქონდა თავად ივანიშვილს იმ ხელისუფლებაზე, როდესაც მისი ზარით ხალხს ციხეში უშვებდნენ. ის ვინც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს წაართვა ქონებები დაუყადაღა ციხეში ჩააგდო. ამის შემსწავლელი კომისია იქნება. აი ციხეში ჩააგდოვო თქვით. მე მაქვს ხელთ დოკუმენტი 2006 წლით თარიღდება ივანიშვილი მიმართავს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს. საკუთარი სიძის დაჭერა თხოვა მან ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილს. ეხა რა თამათ თბილის მაიცის ეს ამბავი. არა მე არ ვიცი. და თქვენ ეხა რასაც მიყვებით ეხა ვერგენ ბოდის გიხდით პირადულად არაფერი, მაგრამ თქვენ ტელევიზიას არ ვენდობთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ანუ ამის შესახებ არ გსმენია თქვენ ბადნაირაკლი? გულია და არც მსმენია.
როდესაც საქმე ივანიშვილისთვის არასასურველ თემას ეხება, მისი პარტია დუმს. არა და ამ დოკუმენტით დგინდება, რომ მერაბიშვილთან ივანიშვილი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა, არა მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ, არამედ იმ დროსაც, როდესაც 2006 წლის დასაწყისში ქვეყანაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო დიდი საპროტესტო ტალღა იყო აგორებული. ხალხი კი ქუჩაში მერაბიშვილის გადადგომას ითხოვდა. 2006 წლის თებერვალში აფეთქებულმა პროტესტმა პიკს გაზაფხულზე მიაღწია. ივანიშვილმა მერაბიშვილს მისი ქვისლის დაკავების მოთხოვნით კი 2006 წლის დეკემბერში მიმართა. ბატონო ვასილ, ერთი პატარა კითხვა მაქვს. როგორ იმუშავებს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია? დაიწყებს ბიძინა ივანიშვილის საქმის მოკვლევით, რა გავლენები ქონდა წინა ხელისუფლებასთან მას? აუცილებლად გუხარ და უცნაურ კითხვას. ყველაფერს ველოდებოდი ახლა. თქვენც ხომ იცით, რომ ახლო კავშირებში იყო ბიძინა ივანიშვილი წინა მე ხელისუფლებას? საიდან ავარდებოდა? როგორ არ ვიცი? საიდან? გურიიდან. მე რა მკითხე სტიქი იყო გურიაში ვიცი, რა იქ მოხდა? ვიყავი, ჩამოვედი ახლა. არა მკითხე მე- როგორ გაიარა რა ხალხი რა მოხდა როგორ მოხდა და ყველაფერი ვიცი ბატონო ვასილ, გურიაზე და რა უნდა კითხოზე. რისი აღიარებაც ქართულ ოცნებას არ უნდა არა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტით, არამედ არაერთი პირის ინტერვიუთი დასტურდება. მე გიორგი და სიამოვნო. მე ბიზნესიშვილი ვარ. ბიზნეს დიშვილი ზანდავით, სიამოვნო. კითხო ეხლა სახშია ბიძინა? რა როდის აქ იყო არ ბოლოს? აქ არ არის. როდის იყო ბოლოს? არ ყოფილა. ნახულობთ ხოლმე რომ ჩამოდის? რატო? მონახები. თქვენი ბიძაა? ეჩემი ძმა არის. ხო, დედა თქვენი ძმა. თქვენ მისი ეჩემი დიშვილი ურეკავს. ხართ. ურეკავს ხოლმე. ურეკავს ხოლმე? ეს ბიძინა ივანიშვილის დის, გულნაზი ივანიშვილის შვილი, გოგი აბდუშელიშვილია. მას დღემდე ახსოვს ამბავი, რომ ბატონი ბიძინას ქვისლი, ბატონი ბიძინას მოთხოვნის საფუძველზე ვანო მერაბიშვილმა დააკავა. მაშინ ნათესავებს უთხრეს, რომ ოჯახის წევრი ციხისთვის ლურსმნების გამო გაიწირა. ბატონი გია რო დაჭერილი იყო გახსოვთ ხო? კარგად, ადრე რო დაიჭირეს. რაზე დაიჭირეს? სახლია მას და უჩუს გამიტანა ბანკი და ხომდეში გარდაიცვალა ხო? მე მას დაიჭირა და ზუსტად რაღაცა მიიპარაგე და დაიჭირა. ბატონი ბიძინას დიშვილი, ჩვენ ფაქტების გადამოწმების გადაუდებელი აუცილებლობის გამო ფარულად ჩავწერეთ. ის ვერ ხედავს, რომ კამერა იღებს, ამიტომ უფრო თამამია და დეტალებს ყვება. და როგორ შეიძლება ესე ქვისს, როგორ შეიძლება უჩილო? უჩილო რა უჩილა მინუჩილა თვითონ იმას ხო, ბატონმა ბიძინამ უჩილა. არ უჩილა არ უჩილო? დაიჭირა პირდაპირ დაიჭირა? ვა, და ვინ უთხრა რომ ფულს პარავდა? გია. თვითონ იცოდა ბანკში როგორ მოხდა ბანკიდან აჰა. თვითონ ვერ გამოპარი ვერ მოპარავ მე რაფერს. ყველაფერს ითulis ხო? ივანიშვილმა მერაბიშვილთან ქვისლს ისე უჩივლა, რომ ჯერ თავად მას არ ქონდა დადგენილი ფული ცოლის სიძემ ნამდვილად მოპარა, თუ წყნეთში სასახლის მშენებლობა ძვირი, გაზრდილი სამშენებლო ხარჯების გამო დაჭდა. წყარო შაბათ ისეთერს უყვება, რომ საბრალდებო სკამზე მყოფმა ქვისლმა მაშინდელ გამოძიებას დეტალურად წარუდგინა ხელოსნებისათვის გადახდილი თანხების გადარიცხვები და დაქირავებული მუშა ხელის შესახებ ცნობები, ასევე სამშენებლო მასალის ღირებულებაც. საბოლოოდ გაირკვა, რომ კაცი უდანაშაულო იყო და ციხეში მხოლოდ ივანიშვილის ეჭვების საფუძველზე ჩასვეს. დიდი ხანი იჯდა ციხეში? ვიცი აღლემის ეთი ორი წელია ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან ახლა არალეგიტიმურ პარლამენტში მინიმუმ 2 დეპუტატია, ვინც ახლო ნათესავის ციხეში ჩასმის დროს ივანიშვილის ბანკში მუშაობდა. გურამ მაჭარაშვილი მაშინ იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. ნათელა ყალიჩავა, ვინც ივანიშვილის დავალებით მის ქვისლს რეზიდენციის მშენებლობის ფულს ურიცხავდა, ქართულთან დაკავშირებული პირი. გურამ მაჭარაშვილმა ყველაფერი უნდა იცოდეს. ეს კომისია გამოიკვლიოს თუ არა კავშირებს, ჭიდრო კავშირებს ბიძინა ივანიშვილის წინა ხელისუფლებასთან. ლამაზი დოკუმენტით მოვედი თქვენთან, იცით? 2006 წლით თარიღდება, მაშინ როდესაც გირგვლიანი მოკლეს. წლის ბოლოს ივანიშვილი მიმართავს მერაბიშვილს, რომ მისი საკუთარი სიძე დაიჭიროს. წლიზალა არის სასასწრაფო. თქვენ მაშინ ქართულში მუშაობდით, ძალიან კარგად გვახსოვს ეს ფაქტი ბატონო. გურამ. კი ბატონო. ვანო მერაბიშვილზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენების ხსენების შემდეგ ოლიგარქის ბანკის ყოფილ თანამშრომლებს საუბარის სურვილი ეკარგებათ.
ბატონო დავით, ერთი პატარა კითხვა მაქვს, თქვენ ქართულში მუშაობდით, ჩვენ კარგად ვიცით თქვენი ბიოგრაფია, 2006 წელთან დაკავშირებით. ახლა რომ იკრიბება პარლამენტში წინა ხელისუფლების შემსწავლელი კომისია, უნდა შეისწავლონ თუ არა ივანიშვილის კავშირები წინა ხელისუფლებასთან. თქვენ არ გეწერებით. რატო ბატონო? აი, იმიტომ რომ არ გეწერებით. დოკუმენტებით დგინდება, რომ მიწაწყნეთში, სადაც ოლიგარქის სასახლე შენდებოდა, თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის ცოლის დის ირმა ხვედელიძის სახელზე იყო გაფორმებული. მას შემდეგ, რაც ქვისლი მერაბიშვილს დააჭერინა მიწაც და აშენებული სასახლეც, ივანიშვილმა მის სახელზე გაიფორმა. მოგვიანებით კი უკვე მისი ცოლის, ეკა ხვედელიძის დისშვილს, ანტონ ბერაძეს გადაუფორმა. ეს სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც კაცმა, რომელიც ციხეში უმიზეზოდ ჩასვეს, დაამტკიცა, რომ უდანაშაულო იყო. ივანიშვილის ქვისლი მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. მისი ვაჟი გვიყვება, რომ ბიძის საჩივრისა და მამის ციხეში ჩასმის შესახებ მას ოჯახი არ ყვება. ეგეთ რაღაცებს დღემდეც არ მეუბნები, არც მე არ ვეკითხებ, იმიტომ რომ როგორც მე ვთქვი, არ მინდა ტყუილა უბრალოდ მოვიშალო ნერვები. რაც მოხდა, მოხდა. საახლო მეგობრობა ქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ბატონო კრიშას? არ ვიცი. ამ სახლში ნამყოფი არის ბიძინა ივანიშვილი. არ მგონია. რა გავლენა ჰქონდა მმართველობის პირველ წლებში ბიძინა ივანიშვილს წინა ხელისუფლებაზე? იყო თუ არა 7 ნოემბრის დარბევის ერთ-ერთი მხარდამჭერი ოლიგარქი ივანიშვილი. იმის გამო, რომ მაშინ საპროტესტო აქციებს ბადრი პატერკაციშვილის მხარდაჭერა ჰქონდა, რომელსაც ივანიშვილთან მძიმე ურთიერთობა ჰქონდა. კითხვები წლებია საზოგადოებაშია, პასუხები არა. გამარჯობა, შეიძლება? მე პირველი შაბათს ეთერიდან გაწუხავთ. ბატონო თენგის. თქვენ ბრძანდებით კომისიის წევრი, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრი. ხოსორია? კი. ახლა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრებთან მივდივართ. გვაინტერესებს, გახდება თუ არა ივანიშვილის პარლამენტის წევრებისათვის ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო კავშირების შესწავლა წინა ხელისუფლებასთან პრიორიტეტული. მე მაინტერესებს თუ შეისწავლის ეს კომისია ბიძინა ივანიშვილისა და წინა ხელისუფლების ახლო კავშირებს. კავშირში ყველა მიცის, რომ 2006 წელს ერთი სატელეფონო ზარით ბიძინა ივანიშვილმა მისი სიძე ვანო მერაბიშვილს დააჭერინა. ეს შეისწავლის სისხლის სამართლის დანაშაულებს და დააჭერინა რას ნიშნავს? უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაშვებაც სისხლის სამართლის დანაშაულია. არაფორმალური გავლენებით კაცის ციხეში გაშვებაც ამ დანაშაულებებს შორის არის. ამიტომ იურისტ შარმანაშვილს ისევ ეკითხებით. ნახეთ რა ლამაზი დოკუმენტი წამოგიღეთ. შესაძლოა საქმის კურსში არ იყოთ და შაბათის ეთერისგან. არ გითხრა რა რაღაცა გავუგებო. 2006 წლის თარიღდება ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა არის ამ დოკუმენტზე. ხო და მე არ ვარ ამის საფუძვლში. და ეუბნება, რომ ფინანსური გადაცემები მის ძესთან დაკავშირებით შეისწავლოს. კიდევ გადამიღეთ რა არის ეს მაგალითად. 2006 წელია მას როდესაც სანდრო გირგულიანი მოკლეს იანვარში, ეს არის დეკემბრის თვე, ბატონ თენგის. მეც მე არ გიპასუხებ. ჩვენ შევიწავლეთ სისხლის სამართლის დანაშაულებს და პოლიტიკურ დანაშაულებს. მეც არ გიპასუხებ. ივანიშვილმა მერაბიშვილს დაურეკა ახლა თუ არ შეწყვიტავთ ხვედელიძის ახლა ქმარი ახლა თუ არ დააჭერინა. შეწყვიტავთ ინტერვიუს. რა კავშირში იყო ივანიშვილი მაშინ მერაბიშვილთან 2006 თქვენს წელს? აკრედიტაციაზე დაველაპარაკეთ. როდესაც კითხვებზე პასუხი არ არის, მაშინ მუქარაზე გადადიან. არა მხოლოდ პარლამენტში. ანტონიჩ გამარჯობა. გოგავარს რა ვიცი, სმა საერთნაგირეკა. კარგად. ტელევიზია ჩამოსული და რაღაც გადაღება გვინდოდა, არ ვაძლევ უფლებას. ეს უკვე სოფელი საირხია. ეკატერინა და ირმა ხვედელიძეების საგვარეულო სახლი. სოფელში კარმიდამოს ირმა ხვედელიძეულის. თუ ვინმე სახლთან გაივლის, მაგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ფრინველების ფერმის მოურავთან, ვეფხია ივანიშვილთან ირეკება. რატო დააჭერინა ბიძინა ივანიშვილმა გია ბატონია? გია აზია რას ლაპარაკობ. ბატონი გია, ხოიჯდა საჯარო ხელების დაწესებულებაში ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე. საერთოდ არ ვიცი რას ლაპარაკობ. ვანო მერაბიშვილის დაახლოებული პირი იყო ბიძინა ივანიშვილი და დააჭერინა საკუთარი სიძე და თქვენ არის მეზობელი ხართ. ამ დეტალებზე არიცით არაფერი. სოფელ საირხეში, სადაც ეს თემა ყველა მისის, ახლა ყველას დუმილი ურჩევნია. ოლიგარქის გადაკიდების შიშით აქ ადამიანები მისი სახელის ხსენებისთანავე გვემშვიდობებიან. ეკატერინა ხვედელიძის დას, იმ წლებზე, რომლებმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია, ახლა საუბარი არ სურს. არადა ის არის ოქროს მოწმე, როგორ გამოკეტეს მისი ქმარი ციხეში, ოლიგარქის ეჭვების გამო. როდი შეიძლება დაუკავშირდეთ ქალბატონი იმას? არ გეტყვით, მაგრამ ჟურნალისტთა ლაპარაკი არ უყვარს. ჩვენ გვიჩვენია წყნარი ცხოვრება გქონდეს. არ გვიყვარს ეგეთ რაღაცებში, არა, აი, ცუდად არ მივიღოთ. ეხლა ვიცი რომ თქვენ საქმეს აკეთებთ, მაგრამ
ჩვენ გვიჩვენია წნარად ვიცხოვროთ ის რომ არავინ არ შევაწუხოთ და ჩვენც რომ არავინ შევაწუხოთ არ გეწინოთ რა აღარ მართლა. გასწანებთ პირიქით. იმდენი გადაიტანა ამ ქალმა ეხლა დაანებეთ თავი გთხოვთ. რას გულისხმობთ მამა თქვენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით? დაკავშირებით? გარდაცვალებას და კიდე ცხოვრება რთულია ეხლა გამიგეთ და ოლიგარქი, რომელიც მისი ეჭვების გამო ხალხს წინა ხელისუფლების დროსაც აჭერინებდა. მისი სიძის ისტორია ერთია, არადა შაბათის ეთერის არქივში ასეთი ამბავი სხვა არაერთი ინახება. მათ შორის მისი პირადი მებაღის ამბავი, რომელსაც პალმების ძვირად ყიდვის გამო ციხის საქსური გამოუწერა.